შემდეგ მოდის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე უფრო ესეთი სკანდალური თამაშები ფეინორდი. არა, ნუ იქ უბრალოდ ერთგო იმას გავაკეთებ, რაც იქ საჯებმა იკადრეს, მე არ ვიცი, აი რა უნდა გითხრათ, ახლა არავის იმას არ ვაკნინებ, მაგრამ აი საქართველოს ძველი საქართველოს პირობებს ვახდას კი არა. აი მაშინ გახსოვთ ახლა. როგორ არა, თქვა აი სამტრედიის ლოკომოტივი 6-0-ს მოუგებდა გურიას და გურია 7-ით. ხო, საჯები. აი იმაზე მე არ ვიცი, მე მგონი მე არ ვწდები. UEFA მან ზომები არ მიიღო და ფეხბურთის ეგ საჯი საიდან იყო წარმოშობილი? ავსტრიის ფეხბურთის ფედერაცია ისა დასაჯა აი ამ თამაშის გამო ისინი შეწუხდნენ რა ძალიან რა თვითონ სხვათა შორის ეს დისკვალიფიკაციების და UEFA-მ საერთოდ პირველი თამაში არ იყო აი ტოტენჰემთან თბილისში ამ ვიორერმა იმსაჯა ინტერთან გასვლა ესეც ვიორერი იყო საჯი მაგრამ მაშინ რა ნორმალურად ჯიდა თითქოს აი ეს ინტერთან თუ ვიორერი იყო ნამდვილად არ ინტერთან მილანში ვიორერი იყო ნამდვილად არ მახსოვს 1-0 რომ მოვიგეთ 1-0 რომ მოვიგეთ ეგ იყო ტოტენჰემს რო აქ ერთ-ერთივე თამაშეთ მაშინაც ეს ვიორერი ლოკომოტივზე მაშინაც ვიორერი იყო კი კახიმ შეაგდო მაშინ მახსოვს ძალიან კაი გოლი გაიტანა და იქიდან კოუცმა შეაგდო კოუცი კაი ფეხბურთელი ყავდათ კოუცი კი ჩევერს პიტერს კოუცი სხვები ჯობდნენ მაგრამ ეს რამდენი ირბინე ამ კოუცმა არ გაჩერებულა 11 ნომერი იყო 11 ნომერი დაბალი ესეთი რაღაც მელოტი იყო ცოტა ისეთი რო შეხედავდი ჩევერს პიტერსი მაღლები იყო ისინი დაბურთის ვარიანტი სხვათა შორის MTK-სთანაც თავით გაგვიტანეს MTK-ს ფეხბურთელებმა გოლები. ხო, ეგ კი, მაგრამ ეს მაინც ჩევერს პიტერს თავით გაგვიტანეს. თუ არ ვსწრები 4-ვე გოლით თავით გაგვიტანა MTK. თუ არ ორი ვიცი რომ პირველი ორი გაგვიტანეს მასოს. თავით გაგვიტანეს, კი. კი ბატონო. და ერთის უნდა ვთქვათ, რომ ფეინორდთან ჩვენ კიდე გქონდეს. ფეინორდთან აქ იყო მაგარი აქ სულაკველიცემ რაც გააკეთა. ორი ბურთი. არა ძალიან მაგარი თამაში იყო. მაგრამ იქ ყველაფერი გააკეთეს რომ იკადრეს, ნუ ესეთი უკადრებელი იკადრეს, რაც გააკეთა. ფეინორდთან აი 3-0 ხომ მოვიგეთ, მაგრამ შთაბეჭდილება ისეთი დარჩა რომ 4-იც შეიძლება თავისუფლად ყოფილიყო. კი, მაგრამ შეიძლება ყოფილიყო. თამაშის ბოლოს ისინი გააქტიურდნენ და ორი მომენტით შეგვიდგინეს რა. ეგეთი თბილისში, ხო? კი, თამაშის ბოლოს უკვე. ბოლოს. და იქ რაც სულაკველიძე ცოტა ფეხი ეთკინა გაიყვანეს და ისე უკვე ვეღარ ვითამაშეთ ბოლო წუთებში. რამაზიც გაიყვანეს შენგელია და ვაჟა შემოვიდა შვანელი. არა, იქ ზაფარში ეგეთი საჯობა არ ვიცი რა და საშინელი. კიდე კაი დრო არ იყო თორე ჩვენი თამაში. ორი გოლი არ ჩაგვიტანა. ჩვენი კიდან დაგებულები და პენალტიც მოიგონათ ჩვენ გარში. ყველაფერი მოიგონა მათ. თვითონ აი კოსტავა ყვება რომ ესე იგი არაფერი ჩოლოდ ეს ეგრეთ წოდებულ პატკაც ვაკეთებ და არ შევხებივარო და ესე თვითონ დამეჯახაო ეს ნოტენა ისე იღრიალაო თითქოს ფეხი მოვტეხეოდა. საერთოდ თვითონ დამეჯახა მე არ შევხებივარო. წარმოიდგინეთ ისე ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციამ დასაჯა თვითონ ისინი შეწუხდნენ ესე თავისი და ერთიც მინდა ვთქვა რომ ჩვენ ფეინორდთან რამდენჯერმე გქონდა თამაში ამ თასების თასის ნახევარფინალის გარდა. პირველად ვეთამაშეთ 1960 წელს თბილისში. ამხანაგური თამაში. ნუ მაშინ ამხანაგურ თამაშებს სერიოზულად უდგებოდნენ გუნდები და ეს ევროტურნირები ისე არ იყო ხა ფეხმოკიდებული და 3-1 მოუგეთ ამ ფენოს ორი კალოვმა გაუტანა. მერე უკვე 2019-ში თბილისის დინამო ისე ვეთამაშა უკვე ევროპა ლიგა იყო. 2019-ში ხო? იქ მოგვიგეს 4-0 და თბილისში 1-1 ვეთამაშეთ. უბრალოდ ეს გახსენებისთვის. ასაგები. და კიდე ერთს ბარემ თუ რაღაცა გახსოვს არის ჩვენი გადაცემა და გავახსენოთ კიდე მაყურებელს ზოგს უთხრათ რომ აი რენე ნოტენი თამაშობდა ფეინორდში და რენე ნოტენი 72-ში ჩვენ რო ვითამაშეთ ტვენტესთან აი მაშინ ტვენტეში თამაშობდა რენე ნოტენი და ტვენტეს შემადგენლობაშიც გაგვიტანა გოლი და ფეინორდის შემადგენლობაშიც გაგვიტანა გოლი. და ეგ არის ერთადერთი ფეხბურთელი რომელსაც ევროტურნირებზე ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გაგვიტანა. ხო ტვენტეს ადრე იყო ძალიან. ტვენტე 72-ში.
ფეინორდის ბარერის გადალახვის შემდეგ მივდივართ მივდივართ უკვე იქ სადაც მივდივართ